გამარჯობა, მე ლევან თურმანაული ვარ. ეს After Effects ვიდეო გაკვეთილების კურსიდან მე-6 გაკვეთილია. ამ გაკვეთილში ჩვენ შევისწავლით ძალიან კარგ ფუნქციას და ამავე დროს მარტივ ფუნქციას, ეს არის After Effects-ში Draw. მოდით გავხსნათ ვიდეო. გავხსნათ Dinofall. და ჩავსვათ ის ახალ კომპოზიციაში. მე მგონი ეს ვიდეო თქვენთვის ნაცნობი უნდა იყოს, მაგრამ მაინც ჩავართოთ იგი. და ვნახოთ რა ხდება აქ. მოდით გავაკეთოთ შემდეგი რამ. ავიღოთ ჩვენი ვიდეო და შევანელოთ დრო. მოძრაობა. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის მაუსის მარჯვენა ღილაკი, დავაჭიროთ ჩვენს ფენას და დავაჭიროთ time stretch. როგორც ხედავთ, აქ არის stretch factor-ი, ეს ვიდეოს ხანგრძლივობა. მოდით გავზარდოთ მაგალითად ჩვენი stretch factor-ი 200%-მდე. და ვნახოთ რა გამოდის. როგორც ხედავთ, ჩვენი ვიდეო შენელდა, მაგრამ ბოლომდე არ აჩვენებს რაშია საქმე. დავაჭიროთ ისევ ჩვენს time stretch-ს და დავაკოპიროთ ჩვენი ხანგრძლივობა. ამ ხანგრძლივობას ჩავსვავთ ჩვენს ვიდეოს კომპოზიციის წყობაში, კომპოზიციის ხანგრძლივობას მივუსადაგებთ სწორედ და აი ახლა ვნახოთ რა გამოვიდა. მსგავსად შენელებისა ხდება ჩვენი ვიდეოს აჩქარებაც. დავაჭიროთ ისევ დავაჭიროთ time stretch და მაგალითად გავაკეთოთ 50%. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვიდეო აჩქარდება ორჯერ. უბრალოდ ნახევარ ჯერ. მოდით აქ ჩავსვათ ჩვენი ვიდეოს ზომა და ვნახოთ რა გამოდის. დამეთანხმებით ეს ფუნქცია მეტად არაპრაქტიკულია, რადგან იგი ვრცელდება მთელ ვიდეოზე, ასე რომ მოდით ჩვენი დრო დავაყენოთ ისევ 100%-ზე და სხვა გზით გასწავლით ჩვენი დროის შენელებას თუ აჩქარებას. ეს გავუკეთოთ ასე. კარგით, დავაჭიროთ ისევ მეორე ღილაკს, დავაჭიროთ time-ს და ჩავართოთ time-ის დროის გადართვა. ასე მოდით იგი გავუკეთოთ. როგორც ხედავთ, აქ არის ჩვენი კადრ წერტილები, ეგრეთ წოდებული keyframe-ები. გავაკეთოთ ისე, რომ საიდანაც კაცი უკვე უკან ხტება, იმ ადგილას შენელდეს ჩვენი ვიდეო. ნახოთ, სად ხტება კაცი. აი აქ უკვე კაცი ხტება. ჩავართოთ აქ ჩვენი კადრ წერტილი და ეს კადრ წერტილი იმისათვის, რომ ჩვენი მომენტი შევანელოთ, უბრალოდ საჭიროა კადრ წერტილი გადმოვიტანოთ აქეთ. ნახოთ რა გამოვიდა. გაკვეთილში სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში, სადაც უკვე შევისწავლით სამ განზომილებიან ფენებს. კარგად ვწანდებოდეთ.